არიან მოედანზე გამოსულები, ხოლო იბერია წითელი ფორმით ნინო ასრულებს სტანდარტულს მაღალი ჩაწოდება შორეულ ძელთან დაბრუნდება ალბათ ბურთი საჯარიმოში დაბრუნდა დარტყმად შედგა კიდევ ერთი შეიძლება დარტყმა ცველებმა გამოიტანეს ბურთი აფციაურის კიდევ ერთი ძალიან კარგი დარტყმა და ისიც მზად არის დასარტყმელად შორეული დარტყმა და ძალიან კარგია მაკაცარი ამეყვანა და იბერია საქართველოს ჩემპიონია და ლევანიც საუკეთესო მწვრთნელი გახდა ჩვენი ქვეყნის აქ საფეხბურთო ეპიზოდი იბერია შვენიერი შეტევა დარტყმა და ულამაზესი გოლი გაიტანა იური ტაბატაძემ ძალიან კარგად გაექცნენ სიხარულიძე ტაბატაძემ ცველებს და შვენიერი დასრულება შეგვიძლია ვნახოთ ხედავთ აი აქ მამაგეიშვილის გადაცემა სიხარულიძემ ზუსტად გააკეთა გადაცემა და ნუ აქ დაცვის ცენტრის აშკარა ჩავარდნა და ამით ისარგებლა კიდე ძალიან სწრაფია რა თქმა უნდა ამ ეპიზოდში გამოიყენა თავისი სისწრაფე იური ტაბატაძემ გავიდა ნუ ვერ შეძლეს მისი გაჩერება იქ აფციაურის ცდილობდა და აფციაურის იქ შეჩერება ვერც მოახერხა და შეიძლება ბოლო მომენტში აღარც გააჩერა ხელი და აქედან გამომდინარე ამით ისარგებლა კიდე იური ტაბატაძემ და ყოჩახ კიდევ ერთხელ ვიმეორებ მისი მესამე გოლი და თუ შეტევას გაგრძელება იყო საჭირო მას სტატიკურ მდგომარეობაში უნდა მიიღო ბურთი და შემდეგ გაეგრძელებინა დინამოს იერიში მარჯვენა ფლანგზე გაკეთებული გადაცემა ტაბატაძე ხარებაშვილი მის წინააღმდეგ ტაბატაძე ერთ-ერთზეა შევიდა საჯარიმოში დაარტყა და მშვენიერი გოლი იური ტაბატაძე კიდევ ერთხელ 51 წუთი ტაბატაძის ბენეფისი მოდის ამამა ვთქვათ ჯერჯერობით შეხვედრის ვთქვათ ვერაფერს ვერ ვიტყვით მოედნის ცენტრიდან მშვენიერი გადაცემა მიიღო ტაბატაძემ აი ამ ეპიზოდში დროც ჰქონდა მის მოწინააღმდეგესაც სხვა ფეხბურთელებსაც გადაიტანა ბურთი მარჯვენა ფლანგზე წაიღო მარჯვნიდან მარცხნივ და ფეხით ძალიან ძლიერად და ზუსტად დაარტყა მაკაცარიას კარის შორეული ძელისკენ და ულამაზესი გოლი გამოვიდა იური ტაბატაძეს 0-2 იბერიას უპირატესობა უკვე აშკარაა და მარცხენა ფრთიდან ვითარდება შეტევა, ჩაწოდება და იქ მცველებმა ითამაშეს. ვნახოთ როგორ გაითამაშებენ ამ კუთხურს დინამოლები, მაღალი ჩაწოდება, ვაწაძემ დაარტყა და მოახერხა ბურთზე თამაში. მეკარემ კიდევ ერთი დარტყმა, აქ უკვე საბოლოოდ კანკაბა ბურთთან განშორება არ იქნებოდა. ხაზები არ ჩანს აი პრაქტიკულად ახლა აქედან თუ დააკვირდებით, რამდენიმე ეპიზოდში აქ მაკარიძე ყოჩახ კარგია. მაღალი ჩაწოდება, ნუ ამჯერად ნუას კიდევ ერთი ჩაწოდება, თავი დარტყმა ცველებს გამოაქვს შემდეგ წინარი, აი ხედავთ, ჩაწოდა საჯარიმოში დარტყმა თავი და კიდევ ალბათ ჩაწოდა, არა კარში დარტყმა საერთოდ და საკმაოდ თამაში გადარჩენილი იყოს თუ ჯერ ადრეა საუბარი, მაგრამ მაინც ვიტყვი ასე დასრულდა იბერია ერთპიროვნულად გალიდერდება კვლავ 17 ქულით, რაც 7 ტურის შემდეგ ცუდი მაჩვენებელი არ არის საფეხბურთო ჩაწოდება და 2-1 გატანილი გოლის განმეორებით ნახოთ ეპიზოდი აქ სალიას კარგი თამაში ჩაწოდება და ოდიკაძის გოლი შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელებმა ახალგაზრდა ძალიან ნიჭიერმა ფეხბურთელებმა შექმნეს ეს გოლი და აი კიდევ ერთხელ თავაზობთ მშვენიერი იყო ოდიკაძე ამ ეპიზოდში. აი ახლა კიდევ უფრო საინტერესო დაიწყება ალბათ და კიდევ უფრო საინტერესო გახდა თელაძეს არა ის აი ხა არის ქუთათელაძე ბურთით მარცხნივ გადაცემა ცრუ მოძრაობა შეიძლება დარტყმა როგორც ჩანს მეხუთე ნომერი გავიდა რადგანაც საჯმა მეხუთე ნომერი აწია სწორად აქ გაითამაშეს ბურთი დინამოს ფეხბურთელებმა ხარებაშვილი დარტყმა და გადაგანია რა კარგია ამ ეპიზოდში უნდა შეინარჩუნოს ბურთი უნდა შეინარჩუნოს და ამასობაში საჯმა მისცა ნიშანი ეს კი ის სასტვენია რამაც დაასრულა დღევანდელი